შეგიძლია გამდიდრდე მაშინაც კი, თუ ვერცხლის კოვზით არ დაბადებულ ხარ. გამდიდრება სწორი დამოკიდებულებით იწყება. ბევრი ჩვენგანი მიდრეკილია საბაბების ძიებისკენ. თუ რატომ არ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები იმის ნაცვლად, რომ ვეძებოთ გზების სიმდიდრის დაგროვებისთვის. მეტიც, ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ფული დაწყევლილია და ადამიანის სულის გარყვის პოტენციალი აქვს. ეს საზიანო აზრი ბევრს აკარგვინებს შანსს, გამოიყენოს ფული თავის სასარგებლოდ. სინამდვილეში, ფული არის ენერგია, რომელიც აძლიერებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას და გვაძლევს შესაძლებლობებს თვითრეალიზაციისა და საკუთარი მოწოდების პოვნისათვის. მაგრამ როგორ მართოთ ფული ისე, რომ მან არ გვმართოს ჩვენ? ნასირს ბაბილონიდან შესაძლოა უკვე ქონდა ყველა სწორი პასუხი 7,000 წლის წინ. ის იყო იმ დროის უმდიდრესი ადამიანი და ბევრს შურდა მისი უზარმაზარი ქონების გამო. ერთ საბედის წერო დღეს, როდესაც ის ბაბილონის გზებზე თავისი ქარავნით მიდიოდა, ძველი მეგობრის რავის შეძახილმა შეაჩერა. კაცმა ჰკითხა ნასირს, ახსოვდა თუ არა მას. ნასირმა უპასუხა, რომ მისი სახელი ახსოვდა. რავი კი გაოგნებული იყო იმით, თუ როგორ იქცა მისი მეგობარი, ასეთ მდიდარ ადამიანად. სიმდიდრის შეგროვების მრავალი გზა არსებობს შრომის მოყვარეობითა და წინდახედულობით. შემდეგ რავიმ ჰკითხა, რა იყო ნასირის კეთილდღეობის საიდუმლო. ნასირმა აუხსნა, რომ უბრალოდ სიმდიდრის კანონებს ემორჩილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არ სურდა თავისი საიდუმლოების გამხელა, ბოლოს მაინც გაუმხილა ისინი ძველი მეგობრის ხათრით. ამ შეჯამების ბოლოს თქვენ შეიტყობთ, თუ რომელი 6 საიდუმლო აქცევს ადამიანებს მდიდრად. ამ საიდუმლოების ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ გვპირდებიან საოცრებებსა და მყისიერ გამდიდრებას, არამედ გვთავაზობენ სტრატეგიულ გეგმას, როგორ გავხდეთ მდიდრები. დაიწყე ფულის გადადების ჩვევის გამომუშავება. შეხვედრის შემდეგ ორი ძველი მეგობარი ჩამოჯდა, დალიეს ღვინო და უფრო ღრმად განიხილეს სიმდიდრის კანონები. ნასირმა დაიწყო თავისი გამოცდილების გაზიარება, როგორ შეიძინა მან ფინანსური სიბრძნე. და ასე დაიწყო მისი ამბავი. ნასირი ახალგაზრდობაში მწერად მუშაობდა თიხის ფირფიტებზე წარწერებს კვეთდა. რამდენიც არ უნდა ემუშავა, მაინც უჭირდა თავის გატანა. ერთ დღეს მასთან განსაკუთრებული კლიენტი მივიდა. მისი სახელი იყო არიშაკა. სოფელში ყველა მიცოდა, რომ ის მდიდარი ადამიანი იყო. ნასირმა იცოდა, რომ ამ მდიდარ კლიენტს ორმაგი საფასურიც კი ადვილად შეეძლო გადაეხადა ასეთი სამუშაოსთვის, მაგრამ ამის ნაცვლად მან გარიგება შესთავაზა, ის მეორე დღისთვის ყველაფერს გამოკვეთდა, რაც მოთხოვნილი იყო. სანაცვლოდ არიშაკა მას თავისი გამდიდრების საიდუმლოს გაუმხელდა. შემთხვევე ჩემი საიდუმლო და აი ის. მე ვიპოვე გზა სიმდიდრისკენ, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ყველაფრის ნაწილი, რასაც შოულობდი, ჩემთვის უნდა შემენარჩუნებინა. გარიგების თავისი ნაწილის შესრულების შემდეგ, ნასირი იმავეს მოელოდა არიშაკასგან. თუმცა წერალი, რომელიც ელოდა ხანგრძლივი და გამოცდილი სიბრძნის მოსმენას, გარკვეულწილად იმედგაცრუებული დარჩა, რამდენიმე სიტყვა მოისმინა, რომელიც იმ მომენტში მისთვის თითქმის არაფერს ნიშნავდა. არიშაკამ უთხრა, შენი შემოსავლის ნაწილი შენთვის შეინახე. გაღიზიანებული ნასირი შეეწინააღმდეგა ამ ნათქვამს და განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც ის შრომით შოულობდა, მისი იყო. არიშაკამ გაუღიმა და შეახსენა, რომ ის ფულს იხდის პროდუქტებში, საცხოვრებელში და იმ მომსახურებებში, რასაც სხვები უწევენ. მას რა რჩება საბოლოოდ? არაფერი. პირველი კანონი. თქვენი შემოსავლის მინიმუმ 10%-ის დაზოგვა არის პირველი ნაბიჯი სიმდიდრის დაგროვებისკენ. ამგვარად, სიმდიდრის პირველი კანონი არის ის, რომ დაზოგოთ თქვენი შემოსავლის მინიმუმ და არასდროს ნაკლები, 10% საკუთარი თავისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც საშუალება გეძლევათ ფული, დახარჯოთ ზედმეტ ტანსაცმელზე ან გართობაზე, დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს, ან შეძლებდით თუ არა ამ ხარჯის გარეშეც კარგად ყოფნას. დროთა განმავლობაში შესაძლოა დაზოგვის ჩვევას მიეჩვიოთ და თქვენი შემოსავლის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილის გადადება დაიწყოთ. გაზარდეთ თქვენი ფულის ხე ინვესტიციების გაკეთებით. მეორე კანონი. პირველმა კანონმა ნასირს სწორი მიმართულება მისცა, მაგრამ ფულის დაზოგვა მხოლოდ გრძელი მოგზაურობის დასაწყისი იყო სიმდიდრისკენ. თანდათან, ნასირმა რავის გააცნო. შემდეგი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. მეორე კანონის თანახმად, ადამიანმა თავისი დანაზოგი უნდა აამუშაოს გონივრული ინვესტიციების გაკეთებით.
რაც უფრო ადრე დათესავ თესლს, მით უფრო მალე მოიტანს ხენაყოფს. და რაც უფრო ხშირად მორწყავდა გამოკვება მას დაზოგვითა და ინვესტიციით, მით უფრო მალე ის იამოვნებ მის ჭრილში ყოფნით. მინუს არის შაკა. როდესაც ფულს აბანდებთ, ის როგორც წესი იზრდება. თუმცა ინვესტირებამდე რამდენიმე რამ არის გასათვალისწინებელი. ეძებეთ ისეთი სფეროები, რომლებიც თქვენთვის საინტერესოა, ან რომელთა შესახებ უკვე გაქვთ გარკვეული ცოდნა. მაგალითად, თუ მოდის მოყვარული ხართ, გამოიკლიეთ საცალო ვაჭრობაში ინვესტირების შესაძლებლობები. მომავალმა ინვესტორმა არ უნდა განიხილოს საეჭვო ბიზნესები, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი იცის, ან რომლებიც არ აინტერესებს. ინვესტირებამდე დარწმუნდით, რომ გესმით, როგორ მუშაობს ეს ინდუსტრია. ერთხელ ნასირმა გარისკადა წინასწარი ცოდნის გარეშე ძვირფასეულობის ბიზნესში დააბანდა ფული. როგორც მოსალოდნელი იყო, მის მიერ ნაყიდი ქვები ყალბი აღმოჩნდა. ნასირმა მთელი დანაზოგი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ეს იყო ინვესტიციის კარგი გაკვეთილი, რომელსაც ის მას შემდეგ ყოველთვის ითვალისწინებდა. ყოველთვის ჩაატარეთ კვლევა, სანამ ინვესტიციას განახორციელებთ. გახდით ექსპერტი ამ სფეროში და ასე ვერავინ შეძლებს თქვენს მოტყუებას. როცა გარკვეული თანხა გაქვს დაზოგილი, გამოიყენე ის ინვესტირებისთვის და არა იმ ნივთებზე დასახარჯად, რომელთა ყიდვაც ადრე გსურდა, მაგრამ ფინანსურად ვერ ახერხებდი. ბევრი ჩვენგანი ფულის დაკარგვას კატასტროფად აღიქვამს, იმედგაცრუებას განიცდის და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება ისე, რომ აღარასოდეს უჩნდება ინვესტირების სურვილი. თუმცა, გამდიდრების გზაზე მზად უნდა ვიყოთ წარუმატებლობისთვის და მას ბუნებრივ მოვლენად მივიჩნევდეთ. ფულთან მიმართებაში, ისევე როგორც ყველაფერთან, საქმე გვაქვს ცდასა და შეცდომასთან. გექნებათ თავდაპირველად ძალიან მაღალი მოლოდინები. ერთ დღეში ვერ მოიპოვებთ გამდიდრებისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას. მაგრამ წარუმატებლობა ჩვენი ყველა მცდელობის დასასრული არ არის. ის გვასწავლის რა მუშაობს და რა არა და გვაძლევს სწავლისა და წინსვლის შესანიშნავ შესაძლებლობას. წარმატებას რომ მიაღწიო, გაისტუმრე ვალები და ახალი აღარა აიღო. სიმდიდრის მესამე კანონი გვასწავლის, რომ თავი ავარიდოთ ვალს. ვალი საშუალებას აძლევს მდიდრებს მიიღონ სარგებელი, პროცენტი, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. ნასირის პირველი 2 წესის მოსმენის შემდეგ რავინ დაიწყო შემოსავლის 1/10-ის გადადება. თუმცა ის მაინც შეწუხებული იყო ვალების გამო, მას არ ეჩვენებოდა, რომ გამდიდრებას იწყებდა, რადგან ვალი კვლავ მხრებზე აწვა. მევალეები კარზე აკაკუნებდნენ და მთელ თანხას პროცენტებთან ერთად ითხოვდნენ. საბედნიეროდ, მისი კარგი მეგობარი ნასირი ნუგეშის მომცემი სიტყვებით ამშვიდებდა და დახპირდა, რომ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რჩევებს მისცემდა. ნამდვილი დოვლათი თავისუფლებას გაძლევს, ხოლო ვალში ჩავარდნა მონობაში ყოფნას. ნასირის სიტყვების შემდეგ, რავინ შეგნებულად გადაწყვიტა აღარ აეღო ახალი ვალები. მისი მეგობრის სიბრძნემ გაახსენა, რამდენად დამღლელია დღეს ფულის სესხება იმ საგნებისათვის, რომლებისთვისაც ხვალ პროცენტით მეტი უნდა გადაიხადო. ამიტომ მან შეამცირა ზედმეტი ხარჯები, რომ უფრო ღრმა ვალებში არ ჩავარდნილიყო. მან შეიმუშავა ვალების გასტუმრების სისტემა, თვიური შემოსავლის მთლიანად ყოველდღიურ საჭიროებებზე დახარჯვის ნაცვლად, როგორიცაა საცხოვრებელი, საკვები, ტანსაცმელი და სხვა. მან გადაწყვიტა ამ მიზნებისთვის არ გამოიყენოს შემოსავლის მეტი, ვიდრე 7/10. პირველ კანონსაც დაიცავდა და შემოსავლის 1/10-ს დაზოგავდა. დარჩენილ 2/10-ს კი ვალების გასტუმრებას მოახმარდა. დაიწყებ ინვესტირებას მანამ, სანამ ვალებს არ გაისტუმრებ. შეიმუშავე რეალისტური გეგმა მათი გასტუმრებისთვის და მიჰყევი მას. რავიმ გეგმა გონივრულად შეასრულა და წლის ბოლოსთვის ვალები სრულად გადაიხადა. ყოველ თვე მევალეებს ერთსა და იმავე, მცირე, მაგრამ სტაბილურ თანხას უხდიდა და ამით ბაბილონში კარგი სახელი მოიხვეჭა. ასე დაიწყო რავის გზა სტაბილური დოვლათის შექმნისკენ. მხოლოდ მაშინ, როცა ვალებისგან გათავისუფლდა, იგრძნო ნამდვილი ფინანსური თავისუფლება. იცოდით თუ არა? ამბავი ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში თავდაპირველად საგანმანათლებლო ბროშურების კრებული იყო, რომელსაც აშრექს ბანკები და სადაზღვევო კომპანიები არცელებდნენ 1920 წლიდან 1924 წლებში. პირველი და მეორე კანონის გამოყენებიდან 12 თვის შემდეგ ნასირმა დაიწყო თავისი დანაზოგის ინვესტირების ახალი გზების ძიება სწრაფი უკუგების მისაღებად. ის მდიდარი კაცი, არიშაკა,
მის დანაზოგს განკარგავდა, მაგრამ ნასირმა მთელი თანხა გამოიტანა. მან გადაწყვიტა, ძვირფასეულობაში ჩაედო ფული და ეყიდა ისინი იმ დროისთვის ცნობილი ფინიკიელებისგან. არიშაკას, გამოცდილ ინვესტორს, ეჭვეეპარებოდა გარიგებაში, რომლის დადებასაც ნასირი აპირებდა და სურდა დარწმუნებულიყო, რომ ახალგაზრდა კაცი ინფორმირებულ არჩევანს აკეთებდა. თუმცა ნასირი შეუვალი იყო. ინვესტიცია უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც ნასირმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. ეს იმიტომ მოხდა, რომ წვიერმა ფინიკიელებმა მას ყალბი ძვირფასი ქვები მიჰყიდეს. ამ ძიმე გამოცდილების კომენტირებისას არიშაკამ განაცხადა, რომ ბიზნესი, რომელშიც ინვესტირებას ახდენ, მყარი და ჩამოყალიბებული უნდა იყოს. ის სტაბილურად უნდა იღებდეს მოგებას და უბრუნებდეს დივიდენდებს ინვესტორებს. თუ დარწმუნებული არ ხართ ინდუსტრიაში, რომელშიც ინვესტირებას აპირებთ და იმაში თუ როგორ მუშაობს ის, იპოვეთ ვინმე, ვინც ამაზე მეც გეტყვით. მაგალითად, ოქროს ბიზნესის შესასწავლად იპოვეთ ადამიანი, რომელიც მასთან მუდმივად მუშაობს. ოქროსთან როგორც პროდუქტთან მუშაობის გამოცდილების გარეშე პრაქტიკული ცოდნა არ გექნებათ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ოქროს ყიდვა-გაყიდვის ინდუსტრია. დაამყარეთ ურთიერთობა სანდო და კეთილსინდისიერ ბიზნეს პარტნიორთან, რომელიც გაგაცნობთ ბიზნესს და მოგაწვდით ყველა საჭირო ცოდნას. კომუნიკაციის კარგი უნარები მნიშვნელოვანია, რომ მომავალ საქმიან პარტნიორებთან დობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ჩამოაყალიბო. არიშაკამ ნასირი კვლავ წაახალისა ინვესტირებისკენ და უთხრა, არ ენერვიულა მთელი დანაზოგის დაკარგვის გამო. როდესაც არიშაკამ თავისი ფინანსური გზის დასაწყისში დაკარგა დანაზოგი, მალევე იპოვა მისი შევსების უთხოვარი გზა, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე პირველ ჯერზე დასჭირდა. ყველაფერს პრაქტიკა სჭირდება და რაც მეტი გვაქვს ის, მით უფრო ადვილი ხდება სიმდიდრის მოზიდვა. არიშაკას ბრძნული სიტყვების მოსმენისა და მათი გათვალისწინების შემდეგ ნასირმა შესანიშნავი ნაბიჯი გადადგა ლითონებით ვაჭრობაში. მან იმ ადამიანთან ერთად დაიწყო მუშაობა, ვისაც ენდობოდა და ინვესტიცია ჩადო სტაბილურ, სანდო ბიზნესში. საბოლოოდ მან არამხოლოდ მეტი ლითონი შეიძინა, არამედ ამ სფეროს შესახებ ცოდნა, უნარები და გამოცდილებაც დააგროვა. ეს იგავი ასრულებს დოლათის მეოთხე კანონს, რომელიც გვასწავლის. არასდროს ჩავებათ სწრაფად გამდიდრების საეჭვო სქემებში და დავაბანდოთ ფულის სტაბილურ ბიზნესში, რომელიც გვესმის და ვიცით. შენი ინვესტიციის საბოლოო ბენეფიციარი ყოველთვის შენ თვითონ ხარ. ინვესტირება სარისკო, მაგრამ ღირსეული გზაა მეტი შემოსავლის მისაღებად. თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ყოველი ინვესტიცია, რომელსაც ვაკეთებთ, საბოლოოდ ჩვენვე უნდა გვეხმარებოდეს განვითარებაში. შენ უბრალოდ დოვლათში არ აბანდებ ფულს. შენ საკუთარ თავში აბანდებ, რათა უკეთ გაიცნო თავი და გაიზარდო. მეხუთე კანონი გახსენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია შენ ხარ. გამდიდრე შენი თავი იმ ცოდნით, რომელიც დაგეხმარება შემოსავლის ზრდაში. იყავი გახსნილი, აღმოაჩინე ინტერესები და ჰობები, რომლებიც შესაძლოა ფინანსური აზროვნების გაფართოებამდე მიგიყვანოთ. არასდროს შეწყვიტო ახალი უნარების შესწავლა და თვითგანათლება განაგრძე შენი ღირებულების გაზრდა. ყალბი ძვირფასეულობის ამბავი ნასირისთვის ნამდვილად თვალის ამხელი იყო. მან ისწავლა, რომ არასოდეს ჩაედო მთელი თავისი ფული ერთ ადგილას, ან მიეცა ერთი ადამიანისთვის. ამიტომ მან ინვესტიციების დივერსიფიკაცია დაიწყო. როცა მისი ქონება იზრდებოდა, მან შეიძინა სანდო დაზღვევა, რომ დაეცვა თავისი ქონება კატასტროფებისა თუ ძარცვისგან, ასევე უზრუნველყო ოჯახის შემოსავალი იმ შემთხვევისთვის, თუ მისი სიცოცხლის გზა ნაადრევად დასრულდებოდა. ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ ბაბილონისგან, რომელიც მტკიცედ იდგა მრავალი თავდასხმის მიუხედავად, ქალაქის გარშემო არსებული ციხესიმაგრის მსგავსი კედლების წყალობით. შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ თქვენი მზარდი სიმდიდრის დასაცავად. და სწორედ ამაში მდგომარეობს სიმდიდრის მეექვსე კანონი. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მუდმივად მზარდი სიმდიდრის დივერსიფიკაცია და უზრუნველყოფა, დაცვა. წარმოიდგინეთ თავი თქვენი ფინანსური მოგზაურობის საბოლოო წერტილში. შენ დაიცავი და პრაქტიკაში გამოიყენე ეს კანონები წარმატებით და საბოლოოდ ფინანსურად გაწონასწორებული და წარმატებული გახდი. ამ ეტაპზე უკვე მდიდარი ხარ, შეგიძლია დაისვენო და ფული საკუთარი თავისთვის გამოიყენო. ახლა შეგიძლიათ საკუთარ თავს იმ ფუფუნების უფლება მისცეთ, რომელიც თავიდანვე გინდოდათ. თუ ახალი სახლი გსურთ, იყიდეთ. თუ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გსურთ, იმოგზაურეთ. მაგრამ სიმდიდრის ამ წერტილს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ თავიდანვე გონივრულად ხარჯავდით.
მაგრამ როდესაც ფინანსურად უზრუნველყოფილი ხართ, ფულის ხარჯვაც მნიშვნელოვანია. ფულს, როგორც ენერგიას, მოძრაობა სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი შრომითა და სტრატეგიული მუშაობით ნაშოვნი ყველაფერი უნდა დახარჯოთ, არამედ საკუთარ თავს მიანიჭოთ ის, რასაც იმსახურებთ. დღის ბოლოს ნასირის მოსმენის შემდეგ, ინტერნეტში თაგონებული იყო, რომ გადაწყვიტა ეს ახალი, ძვირფასი სიბრძნე სხვებისთვისაც გაეზიარებინა. მეგობარს დაახპირდა, რომ ამ ფასდაუდებელ ცოდნას სხვებსაც გაუზიარებდა, რათა ადამიანებს სიმდიდრის კანონები გაეგოთ. მალე მან უზარმაზარი ხისტაფა დაამზადა, რომელზეც ყველა ეს ძვირფასი წესი ამოკვეთა. სწორედ ამიტომ შეგვიძლია დღესაც ვისწავლოთ და გამოვიყენოთ ბაბილონის სიმდიდრის უცვლელი კანონები. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს ისტორია გვიჩვენებს. ნებისმიერს შეუძლია გამდიდრება თუ ნამდვილად გადაწყვეტს და თანმიმდევრულად იმოქმედებს. საჭიროა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვე დოვლათის დაგროვების წესებს. დაიწყე იმით, რომ ყოველთვიური შემოსავლის მინიმუმ 10% შენთვის გადადო. შეგიძლია ბანკში შეინახო ან თუნდაც ბალიშის ქვეშ, მაგრამ ყოველთვის გადადე შემოსავლის მიათედი. როცა საკმარისად დააგროვებ, დაიწყე ინვესტირება სანდო და მდგრად ბიზნესში, რომელიც მოგებას და დივიდენდებს იძლევა, შემდეგ კი მიხედე ვალებს. არასდროს ჩაერთო სწრაფად გამდიდრების საეჭვო სქემებში. ამის ნაცვლად დააბანდე საკუთარ თავში და დაიცავი შენი ქონება დივერსიფიკაციითა და დაზღვევით. გამდიდრების სწავლა შრომატევადი პროცესია. ეს ერთი ღამით არ ხდება. ამ ამაღელობელ მოგზაურობაში ჩასართავად მზად უნდა იყოს შეცდომების დასაშვებად და მათი შედეგების მისაღებად. ასევე გახსოვდეს, რომ რისკი ღირსეულია, მაგრამ წარუმატებლობა არავის ინდობს. შეიძლება დროებით თითქმის ყველაფერი დაკარგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდე. ერთ-ერთი გზა, რომ დაიწყოთ მეტი დაზოგვა, არის თქვენი ხარჯების გადახედვა. ჩვენ გვჯერა, რომ ბევრი რამ გვჭირდება კომფორტული და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მაგრამ ნამდვილად ასეა. აქ მოცემულია რამდენიმე ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ სერიოზულად გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს და ყავით ყველა თქვენი ხარჯი კატეგორიებად. განაახლეთ ინფორმაცია თქვენი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. ყველა რიცხვი ფურცელზე უნდა იყოს და არა თქვენს თავში. აღმოფხვერით ყველა არასაჭირო ხარჯი და დასახეთ ახალი ფინანსური მიზნები.